Sebab daxilზე რატო არის მაღალი ფასები, ერთ-ერთ მაგალითს მოვყვები და დისტრიბუცია თალკეჭი მომნავს, რომ ეს ადგილები მოგვეცით, პარკინგები ვერ ვაჩერებთ. ჩემთან ცხოვრობ, ადრე მოყოლილი სამაქვს და შანხაის დასახლება აქვს საბურთალოზე. ერთ დასახლება ამდენ ოჯახი უნდა ვიყოთ. 4 მაღაზია. 4 მაღაზია. ამ 4 მაღაზიაში მთელი დღის განმავლობაში დოღი არის ამ სადისტრიბუციო მანქანების. მოვა კვერცხი, ცალკე მოდის რძე, ცალკე მოდის პური, ცალკე მოდის ქათამი, ცალკე მოდის კალბასი, ცალკე მოდის დოღია 4 მაღაზიაში სულ სხვადასხვა მანქანები დადიან. დაგიჟდები. ჯერ კიდე 98-19 წელს ევროპაში სადაც ვიყო მაღაზიაში დილას არის 6 საათი მოდის მანქანა ყველაფერი მოაქვს იმ მაღაზიისთვის რძეც ქათამის დაულაგა წინ და დამთავრებული ეს მარაგი ეს ხადღაც არის გრუპას ეძახიან გრუპირებას აკეთებენ ამ საკონლის ერთ სადისტრიბუციო მოაქვს ნუ რამდენიმე მაღაზიას ალბათ ამარაგებს წინა დღეს შეკვეთა მიცემული კოხტა 97-18 წელია გესმის და აქ დოღი გაჩაღებული რა ყოლი თან სამუშაო საათებში რაც თავარია დილას 6-7 საათზე დამთავრება მომარაგებული იყო იქ რეთანაც მაგრო ჯერ ძინა პახმელი აზონო გამოვიდეს ხაშინა არა იცი რა ნახეთ ერთი წამი ხა იმათ მხარესაც უნდა თქვა იქ არის ადამიანები დასაკვირვებელი რომელთა ნაწილი შეიძლება უბრალოდ აი თქვა მესმის ხა სადისტრიბუციო მანქანები ალბათ თავის იყავთ პირად მაგრამ ტრანსპორტით რომ მივიდეს, აი ის ვინც უნდა ჩაულაგოს, რითი უნდა გადაადგილდეს დილის 6 საათზე? გერმანიას ხო ვერ შევადარებთ, ჩვენთან ხო ყველაფერი სხვა რეჟიმით არის და არაფერი არ არის ამაზე აწყობილი. მერია რომ ნაგვის მანქანას საღამოს 7 საათზე აგზავნის, რომ ურნები დაცალოს, ახლა შენ სადისტრიბუციოსაც ვეღარ მოსთხოვ, რომ დილის 5 საათზე ჩააბარეო.